დღეს ძირითადად ჩვენ ეფესელთა მიმართ მოციქული პავლეს წერილიდან ეფესელთა ეკლესიის მიმართ აი ამ წერილიდან წავიკითხავთ პირველ რიგში რამდენიმე მუხს და შემდგომ აი ამ წიგნიდან რაღაც მნიშვნელოვან მომენტებზე აი რაც აი ამ წაკითხulis შესახებ თუ ეს წაკითხული როგორ მოვიდეს განხორციელებაში, მოქმედებაში, ჩვენს ცხოვრებაში, აი ამის შესახებ გვექნება საუბარი და ეს ადგილი წერილიდან, წმინდა წერილიდან, მოციქული პავლეს წერილიდან გახლავთ ეფესელთა მეორე თავიდან მერვე მეცხრე მეათე მუხლები. ეფესელთა მეორე თავის მერვე მეცხრე მეათე მუხლები. მოდით ჯერ ეს წავიკითხოთ. ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით და ეს თქვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია. არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხნოს. ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებში ვიაროთ. აი ასეთი ადგილი გვაქვს. ვფიქრობ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი არის აი ამ არა მარტო ამ სახარებაში, ზოგადად საერთოდ მორწმუნის ცხოვრებაში და არა მარტო გასაგებად წმენა გადარჩენა როგორ მოდის, არამედ გასაგებად იმისა, როგორ უნდა იცხოვროს მან, რათა ღმერთის მიერ წინასწარ მისთვის გამზადებული საქმეები აკეთოს. და მოდით თანამიმდევრობით მივყვეთ ახლა აი ამ წაკითხულს სამი მუხლიდან სამი ძირითადი აზრი მინდა ჯერ გამოვიტანო და დანარჩენს შემდგომ გეტყვით. პირველ რიგში რასაუბრობს მოციქული პავლე ეფესოლთა ეკლესიას კიდევ ერთხელ უკონკრეტებს გადარჩენა როგორ არის, რანაირად არის. მოგეხსენებათ ეს ძველი დროა, პირველი საუკუნეა. ამ დროს დომინირებს იუდაიზმი, დომინირებს ჟული, დომინირებს ბერძნული კულტურა, ბერძნული ფილოსოფია. ეს ასეთი დროა, პირველი საუკუნე არის. და მოციქული პავლე ბევრგან, ბევრ ადგილზე, ზოგი იუდევლებისგან, ზოგი ბერძნებისგან შეეხო ისეთ საკითხებს, როდესაც ადამიანები არ არიან გარკვეულნი, ბოლომდე ჩამოყალიბებულნი, არ ესმით ბოლომდე გადარჩენის არსი, თუ საიდან არის ეს, როგორ არის, რანაირად არის. რადგან იუდევლები გადარჩენას კიდევ დამატებით წინა დაცვეთას და რჯულის შესრულებასაც ამატებენ, ისე ვერ გადავრჩებითო ამბობენ, ხოლო ბერძნულ ფილოსოფიაში, გნოსტიციზმში კიდევ არის ფილოსოფიური მიდგომა ზოგადად ღმერთთან, ღმერთის პიროვნებასთან და საერთოდ გადარჩენასთან. მრავალღმერთიანობა მიღებული იყო იმ დროს რომისა თუ ბერძნულ კულტურაში. და შესაბამისად ეს გაუგებრობას იწვევდა. აი ზუსტად ისეთივე გაუგებრობას იწვევდა, როგორც დღეს იწვევს გაუგებრობას მრავალი მქადაგებლის, მრავალი მასწავლებლის სხვადასხვანაირი სწავლება ერთი და იგივე საკითხზე. ერთი ასე გეტყვის, მეორე ისე გეტყვის, მესამე კიდე სხვანაირად გეტყვის, სხვადასხვა თემატიკაში. მონანიებაზე ერთი გეტყვის, რომ მონანიება საჭიროა, სხვა იტყვის ერთხელ მოინანია, მეტი აღარ არის საჭირო. ვიღაცა იტყვის მეათედი საჭიროა, ვიღაცა იტყვის არ არის საჭირო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ასეთი სხვადასხვა შეხედულება, სხვადასხვა წარმოდგენა, სხვადასხვა დამოკიდებულება მრავლად იყო მაშინაც და დღესაც მით უმეტეს აი ამ სოციალურ ქსელებმა კიდევ უფრო გაამრავლა, კიდევ უფრო გაამძაფრა და კიდევ უფრო ადამიანები გაუგებრობაში ჩააგდო, რომლებიც ყოველგვარი განსჯის გარეშე განუსჯელად ყველაფერს ისმენენ და ლამის ყველას ეთანხმებიან. ამიტომ მოციქულ პავლეს სჭირდება რომ დააზუსტოს ეს საკითხი, დაუზუსტოს ეს საკითხი ეკლესიას. და ინახეთ როგორ უზუსტებს. მადლით ვართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით და ეს არ არის ჩვენგან. ეს არის ღმერთის საჩუქარი. ზოგ თარგმანში წერია, ეს არის ღმერთის ნიჭი. ანუ რას ამბობს მოციქული პავლე? მოციქული პავლე ამბობს, რომ გადარჩენა არ არის იმ კარგი საქმისგან, იმ კეთილი საქმისგან, იმ დამსახურებებისგან, რომელიც რაც ადამიანს გააჩინა თავის ცხოვრებაში. მეორე მუხში ამას კიდევ უფრო აკონკრეტებს და კიდევ ხაზს უსვავს. თუ ვინმე ეს ვერ გაიგო. და ამბობს შემდგომ მუხში მეორეში არა საქმეთაგან, რათა არავინ არ იკვეხნოს. გადარჩენა არის ღმერთის მადლით, რწმენის მეშვეობით და ეს არის ღმერთის ნიჭი, ღმერთის საჩუქარი. ამას მოციქული პავლე იმიტომ ამბობს, რომ ჯერ ერთი სხვადასხვა შეხედულებებია და მეორეც ადამიანები ვართ ასე მოწყობილი, რომ რაღაცნაირად გვინდა ჩვენს დამსახურებას ხაზი გავუსვათ. აი მე ეს გავაკეთე. მე აი ასე კარგად მოვიქეცი. ღმერთმა ეტყობა მე იმიტომ მომიყვანა ეკლესიაში, რომ აი მე კეთილი ვიყავი. გაჭირებულის დახმარება მიყვარდა ხოლმე. სიმართლის მოყვარული ვიყავი. აი ჩემს ბეზობელზე უფრო პატიოსანი ვიყავი. არ ვქურდობდი, არ ვეწეოდი. ცუდ საქმეებს ადამიანები ასე ვართ მოწყობილი, რომ ჩვენ გვიყვარს ხოლმე წარმოვაჩინოთ ჩვენი დამსახურებაც. და მოციქული პავლე ეს ერთხრივ რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი დამსახურება, მაგრამ მეორე მხრივ არიან ადამიანები, რომელთაც ისეთი ცოდვები აქვთ ჩადენილი, ისეთ უმართლობები აქვთ გაკეთებული, რომ შეიძლება იმ მებაჟესავით თქვას, რომ აბა მე რისი ღირსი ვარ და ზეცასაც კი ვერ შევხედავ. არიან ასეთი ადამიანები. ნუ გააკეთეს თუ მოუხდა თუ შემთხვა თუ მისცეს ადგილი აი ამ ცოდვას ბოროტებას, მათ შორის მკვლელობის ჩათვლით იქნება თუ სხვა კიდევ საშინელი ცნებების დარღვევით. ამიტომ აი ეს მოციქული პავლეს ეს განმარტება, რომ მადლით ვართ გადარჩენილი რწმენის მეშვეობით და ეს არ არის ჩვენგან, თავის ადგილზე აყენებს ეგრეთ წოდებულ კარგ ადამიანს თავისი დამსახურებით, დამშვიდი, დაწყნარდი, შენი დამსახურებით არ ახარ ღმერთთან, შენი პატიოსნებით არ ახარ ღმერთთან, შენი კარგი საქმეების გამო არ ახარ ღმერთთან, ამის გამო არ ახარ გადარჩენილი და ეგრეთ წოდებულ საშინელ ცოდვილს, ცოდვების ჩამდენს. მასაც ეუბნება, რომ რადგან ეს საჩუქარია, შენ შეიძლება კონდეს ამაში წვლილი. შენ შეიძლება კონდეს ამაში ადგილი. მადლით ხართ გადარჩენილნი. რწმენის მეშვეობით. და არ არის ეს თქვენგან. ეს ღმერთის ნიჭია.
რათა საკვეხნი არავის არ კონდეს. არავინ არ იკვეხნოს და არავინ არ თქვას, რომ მე ჩემი ძალით, მე ჩემი სიბრძნით, მე ჩემი მიხვედრილობით, მე ჩემი აღმოჩენით, მე ჩემი უნარებით, მე ჩემი კეთილი და კარგი საქმეებით, მე ჩემი დამსახურებით, პატიოსნებით, თუ სიმდიდრით, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მივაღწიე ღმერთამდე. არა. აი ამ აზრს მოციქული პავლე რომაელთა ეკლესიას კიდევ აი ასეთი სახით უკონკრეტებს და ეუბნება აბრაამის მაგალითზე. მეოთხე თავში წერია აბრაამის მაგალითზე, კითხვა სვავს აბრაამის საქმეებით გამართლდაო თუ რწმენითო. მაგრამ რას ამბობს წერილი? მოციქულისთვის მნიშვნელოვანია რას ამბობს წერილი. არა ის რას ამბობს ჩვენი გრძნობები, ჩვენი შეხედულებები, რას ამბობს წერილი. და ის ამბობს რას ამბობს წერილი? ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ. მე აღარ წავიკითხავ, მაგრამ შემდგომ ასევე იქაც აკონკრეტებს, რომ ნახეთ, რწმენით რათა ყოფილიყო მადლით. რწმენით რათა ყოფილიყო მადლით და არა საქმეებით, დამსახურებით, თითქოს გადარჩენის გამომუშავება შეიძლებოდეს რაღაცნაირად. რომ არავინ არ იფიქროს, რომ მე თუ სიტყვაზე მეტ შევწირავ, ამიტომ გადარჩენილი ვიქნები. მე თუ თქვათ იქ ავაშენებ ეკლესიას თუ ტაძარს თუ კიდევ რაღაცას სავანტყოფოს, ამის გამო ვიქნები გადარჩენილი. თუ მე რაღაცის გამო ვარ გადარჩენილი, რაც მე გავაკეთე, ავაშენე, შევქმენი, მაშინ ეს ყოფილა ჩემი დამსახურებით, გამომუშავებით, მიღწევით და არ რწმენით. ამიტომ უკონკრეტებს მოციქული ცალკე ეფესოს ეკლესიას და არა მარტო პრაქტიკულად არ არსებობს მოციქული პავლეს არც ერთი წერილი, სადაც ის აი ამ საკითხს არ ეხება მადლით რწმენის მეშვეობით. ანუ როცა გადარჩენის საგიძევ საუბრობთ, რომ გადარჩენილი ვართ რწმენით, საკმარისი არის დავიჯერო, რომ იესო ქრისტე შენთვის გაეკრა ჯვარზე. აი ეს ყველაფერს ცვლის. საკმარისია დავინახო, საკმარისია დავიჯერო, რომ იესო ჩვენთვის იყო ჯვარზე გაკრული. მან ჩვენი ცოდვები აიტანა ჯვარზე. მან გაგვანთავისუფლა ცოდვისაგან, თავისი სიკვდილით, თავისი დაღვრილი წმინდა სისხლის მეშვეობით. მის სისხლში ყველას აქვს ცოდვების პატიება. მის სისხლში ყველა გამოსყიდულია. და როდის მოხდა ეს? როცა კარგი საქმე გავაკეთე, როცა შევწირე, როცა რაღაც ავაშენე, როცა სიკეთე მოვიმოქმედე? არა. დაბადებულებიც კი არ ვიყავით ჩვენ, როცა იესო ჩვენთვის ჯვარზე მოკვდა და მაშინ რა საქმეებზე შეიძლება იყოს ლაბარაკი? ეს მარადიული ხსნა არის. ეს მარადიული სახარება არის. ეს მარადიული ხსნის გეგმა და საშუალება არის. გოლგოთის ჯვარზე გაღებული მსხვერპლი და სწორედ ამიტომ უსვავს მოციქული პავლე ხას აი ამ საკითხს მადლით რწმენის მეშვეობით. და ეს თქვენგან არ არის. ეს ღმერთის საჩუქარია. ეს ღმერთის საჩუქარია. და წარმოიდგინეთ, რომ ეს საჩუქარი არის ყველასთვის. და თუ ყველასთვის, ესე იგი პირადად შენთვის, პირადად ჩემთვის,
უკლებლივ ყველასთვის. რაიმე საქმეების და დამსახურების მიუხედავად. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის მესამე მუხლი, რომელსაც ერთხელ კიდევ წავეკითხავ და ფაქტიურად ამის შემდგომ ვაგრძელებთ ჩვენ საუბარს. მოდით კიდევ ერთხელ წავეკითხოთ მეათე მუხლი. მას შემდეგ რაც მოციქულმა განმარტა და აკონკრეტა, რომ ეს მადლით არის გადარჩენა წმენის მეშვეობით, ეს ღმერთის საჩუქარია, ღმერთის ნიჭია, არა საქმეებით, რომ საკვეხნი არავის არ კონდეს. შემდგომ მეათე მუხლში კიდევ ძალიან მნიშვნელოვან რამეს ამბობს. მოდი ერთხელ კიდევ წავეკითხოთ. ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ ქრისტე იესოში, შექმნილნი კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებში ვიაროთ. ისეთ რატომ არის მოციქული პავლე? მაგარი მოციქული და რატომ გვიყვარს? ის არასდროს არ ჩერდება სადღაც რაღაცა ნაწილზე, შუაგზაზე. სანამ ან სათქმელს ბოლომდე არ იტყვის, თლიანობაში არ იტყვის, სისულით არ იტყვის. ან და გასაკეთებელს ბოლომდე არ გააკეთებს და ბოლომდე არ მიიყვანს. ბევრი ადამიანი ამით კმაყოფილდება, გადარჩენის საკითხით კმაყოფილდება ბევრი მორწმუნე ადამიანი თავის ცხოვრებაში. მადლით ვარ გადარჩენილი, ძალიან კარგი, წმენის მეშვეობით, ეს ღმერთმა ყველასთვის გაიღო თავისი სიცოცხლე, ეს გაიგო, ეს მიიღო და ამით აკმაყოფილდა, მაგრამ მოციქული პავლე აქ არ ჩერდება. წინა მუხლებში მან ახსენა საქმეები, რომელ საქმეებსაც გადარჩენამდე არ მივყავართ, მაგრამ ამ მუხლში, მეათე მუხლში ახსენებს საქმეებს. ოღონდ სხვანაირ საქმეებს ახსენებს, რაც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა ქრისტე იესოში. საქმეებს არ მივყავართ გადარჩენამდე, მაგრამ გადარჩენილებმა ქრისტე იესოში უნდა ვეძებოთ, უნდა მივაგნოთ და უნდა ვაკეთოთ ის საქმეები, რაც ღმერთმა წინასწარ გაგვიმზადა ქრისტე იესოში. მარტო გადარჩენის რწმენით არ მთავრდება ჩვენი ცხოვრება. იმით არ მთავრდება ჩვენი ცხოვრება და ჩვენი მოღვაწეობა. თუ გადარჩენის შემდეგ ჩვენი სიცოცხლე გაგრძელდა და გრძელდება, ეს იმას ნიშნავს, ღმერთი ელოდება ჩვენგან ქრისტე იესოში წინასწარ გამზადებული საქმეების აღსრულებას, განხორციელებას. შეიძლება ვიღაცამ ირწმუნა და წავიდა ამ ქვეყნიერებაზე, ის გადარჩენილი არის. მაგრამ თუ ადამიანმა ირწმუნა და დარჩა და ამ ქვეყანაზე არის, მან თავისი გადარჩენა ბოლომდე სასრული გამოხატულებით რომ მიიყვანოს, მას სჭირდება ქრისტე იესოში წინასწარ გამზადებული საქმეებში სიარული, მისი კეთება. ამიტომ გადარჩენის შემდეგ მე სულაც არ ვგზნობ თავს მოსვენებულად, არ ვგზნობ თავს უბრალოდ ეკლესიის მრევლად, მომსვლელად და წამსვლელად. გადარჩენის წმენით გადარჩენის შემდეგ მე ვეძებ ქრისტე იესოში წინასწარ გამზადებულ საქმეებს, რათა ისინი შევასრულო, გავაკეთო. რადგან როდესაც ჩვენი გადარჩენილების სახელები იწერება სიცოცხლის წიგნში, ასევე სიცოცხლის წიგნში ისიც წერია, ღმერთი რის მოლოდინშია ჩვენ ცხოვრებაში.
ისი წერია სიცოცხლის წიგნში, რისთვის ვიყავით მოწოდებულნი. რა საქმეები იყო ჩვენთვის გამზადებული? რა მოლოდინი ქონდა მამას თავისი შვილებისგან? რა უნდა გაგვეკეთებინა? რით უნდა გვემსახურა? როგორ უნდა გვეცხოვრა? რა საქმეები უნდა გვეკეთებინა? და შესაბამისად მათ ძიება უნდა, პოვნა უნდა, მიგნება უნდა და განხორციელება უნდა. რა თქმა უნდა, გამცხადებელი ღმერთია, რა თქმა უნდა, მომწოდებელი ღმერთია, რა თქმა უნდა, თუ ღმერთი თვალს არ აგვიხელს და არ მიგვახვედრებს, ვერ დავინახავ და ვერ გავიგებთ, მაგრამ გადამწყვეტი მომენტია, აქ ვფიქრობ არის ის, რომ ღმერთმა გადარჩენით ჩვენს უყოლანი ჩაქვსვა და მოგვათავსა ქრისტე იესოში. ჩვენ სხვა ჰაერით ვსუნთქავთ. ჩვენ უკვე სხვა გული გვაქვს. ჩვენ სხვა დამოკიდებულება გვაქვს ცხოვრებაზე. ჩვენ სხვა სალოცავი გვაქვს, ჩვენ სხვა საზრუნავი გვაქვს, ჩვენ სხვა საფიქრალი გვაქვს. ჩვენი სალოცავი და საფიქრალი მარტო ის არ არის. ვიცხოვროთ, დიდხანს ვიცხოვროთ, ჭამოთ, სვავთ, რადგან მაინც დავიხოცებით. ასი აზროვნებს ქვეყნიერება, რაც შეიძლება მეტი მიიღოს და მეტი წაიღოს ქვეყნიერებისგან, მეტი მოასწროს, რადგან გარდაცვალება გარდაუვალია. მაგრამ ჩვენ სხვანი ვართ. ჩვენ სხვა ადგილსამყოფელი გვაქვს. ჩვენ სხვა ატმოსფეროში ვართ. ჩვენგან სხვა რამეს ელოდებიან. ჩვენს მიმართ სხვა მოლოდინია. რა მოლოდინი? ის რაც გაგვიმზადეს წინასწარ ქრისტე იესოში. განამშაულები ყველაფერს არ აკეთებენ ხოლმე, როცა თქვათ დაოჯახებული, დაქორწინებული და იციან რომ მალე შვილი შეეძინება თქვათ სიტყვაზე, ფიქრობენ წინასწარ ამზადებენ, არ ვიცი, ოთახი არის თუ საწოლი არის თუ რა ვიცი, სხვადასხვა მრავალი რა. განა არ ფიქრობენ შემდგომ ბაღი არის თუ სკოლა არის თუ სწავლა არის თუ პროფესია არის თუ განვითარება არის თუ რა შეიძლება მათი განამშობელი არ ფიქრობს შვილის განვითარებაზე დაბადებიდან მოყოლებული. და როგორ ფიქრობთ? ღმერთს არ აქვს ჩანაფიქრი თავისი შვილების ცხოვრებაში. ღმერთს არ აქვს ზეციერ მამას მოლოდინი თავისი შვილების ცხოვრებაში. განა ღმერთს არ აქვს ეს ყველაფერი დანახული, გათვლილი. ბიბლიის ერთხელ წამკითხველიც კი მიხვდება იმას, რომ ღმერთმა თავიდან ბოლომდე ყველაფერი იცის. ამიტომაც აიღო გადარჩენის მეშვეობით ჩაქვსხა ქრისტე იესოში, რადგან ქრისტე იესოში არის გამზადებული ჩვენთვის კეთილი საქმეები, რაც წინასწარ განგვისაზღვრა. ნახეთ, კორინთელთა მიმართ პირველი თავის ბოლო მუხლები. დაბიონი ამოარჩია ღმერთმა, დამცირებულნი, არარსებული, რათა გააუქმოს არსებული, რომ ვერც ერთმა ხორციელმა ვერ დაიკვეხნოს ღვთის წინაშე. მისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნეთ ღმერთისაგან, სიმართლედ, განწმენდად და გამოსყიდვად, რათა იყოს როგორც წერია, ვინც იკვეხნის, დაიკვეხნოს უფლით. მისგან ვართ, ღმერთისგან ვართ ჩვენ, ქრისტე იესოში. და მასში გვაქვს სიბრძნე, მასში გვაქვს სიმართლე, მასში გვაქვს განწმენდა, მასში გვაქვს გამოსყიდვა. როგორ მოხვდით მასში? ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. არა ჩვენი დამსახურებებით, არა ჩვენი საქმეებით, არა ჩვენი მიღწევებით, არა ჩვენი შეწირვებით, არა ჩვენი გაკეთებული საქმეებით. იქ მოხვდით იმით, რომ სახარების მეშვეობით, სახარების რწმენით დავიჯერეთ, რომ ღმერთმა მადლი მიანიჭა ყველას, დავიჯერეთ, რომ ღმერთმა ქვეყნიერება
შეიყვარა დავიჯერეთ რომ ღმერთმა ისე შეიყვარა ქვეყნიერება და თითოეულ ჩვენთაგანი რომ თავისი მხოლოდ მშობელი ძე მოგწა გადასარჩენად საუკუნო სიცოცხლისთვის დავიჯერეთ სულ ყველაფერი ეს და ამის გამო აიღო სული წმინდამ და რწმენით მოგვათავსა ჩაგვსვა ქრისტე იესოში. აი ახლა ეს არის ჩვენი სამყოფელი. აი ეს არის ჩვენი ადგილი. და ჩვენი პასუხისგებლობაც რომ მისგან არ გამოვიდეთ. ჩვენ ქრისტეს გარეთ არაფერი არ გვესაქმება. ჩვენ ქრისტეს გარეთ პასუხისგებლობები არ აგვაქვს. ჩვენ ყველაფერი გვაქვს ქრისტე იესოში, სადაც ჩაგვსხეს. ქრისტე იესოს მეშვეობით ხდება ჩვენი გადარჩენაც და ჩვენი უზრუნველყოფაც და ჩვენი ასე თქვათ სახურებრივი თუ მოწოდებრივი ასულებაც, განხორციელებაც ქრისტე იესოში. ამიტომ ყველაფერში ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ფხიზლად უნდა ვიყოთ. დაკვირვებით უნდა ვიყოთ. მე ჩემი არჩევნებით და ჩემი გადაწყვეტილებებით არ გამოვიდე იქიდან, სადაც ჩამსვეს. სადაც მომათავსეს. იმიტომ რომ ყველაფერი იმის განხორციელებისთვის, რაც ღმერთმა წინასწარ საქმეები გამიმზადა, მე მჭირდება სიბრძნე, მე მჭირდება ქრისტეს სიმართლე, მე მჭირდება სიწმიდე, მე მჭირდება გამოსყიდვა და ეს ყველაფერი მაქვს ქრისტე იესოში. სულ ყველაფერი ეს მაქვს ქრისტე იესოში. ამიტომ მოდით ვნახოთ დანარჩენ თავებში. მე ვგულისხმობ ეფესელთა წერილიდან. შემდგომ თავებში სულ 6 თავიანი არის, მეორე თავიდან ეს 3 მუხლი ამოვიღეთ. დანარჩენ თავებში თითო მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო. მესამე თავიდან, მეოთხე თავიდან, მეხუთე თავიდან და მეექვსე თავიდან. ეფესელთა რაც და რატომ? რადგან ის უზრუნველყოფს არა მხოლოდ ნაწილს ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა გადარჩენას. ღმერთი უზრუნველყოფს აი ამ საკითხების მეშვეობით, მათთან ჩვენი დამოკიდებულების მეშვეობით, რომ ის წინასწარ განსაზღვრული საქმეები ჩვენთვის რაც ღმერთს აქვს, ისინი აღვასრულოთ. და საბოლოო ჯამში ღმერთისაგან ქება მივიღოთ. როდესაც დრო მოვა ამ ცხოვრებიდან წასვლისა, მოსანანიებლად კი არ ქონდეს საქმე. ღმერთო, რატომ არ ვაკეთებდი იმას? რატომ არ ვეძებდი იმას? რატომ არ ვასრულებდი იმას? რატომ არ ვთანაშრომლობდი შენთან? რომ ის საქმეები მეპოვნა და აღმესრულებინა, რაც ჩემთვის იყო გამზადებული. არამედ წავდგეთ ღმერთის წინაშე პირნათლად. ჯერ ერთი რომ ვირწმუნეთ მისი ძის მადლი და მეორეც ის საქმეებიც ვიპოვეთ და განვახორციელეთ, რაც ღმერთს ჩვენთვის გონდა წინასწარ განსაზღვრული. ეფესელთა მესამე თავი და ჩემი თხოვნა იქნება ეფესელთა წერილი კიდევ ერთხელ გულდასმით ყურადღებით წავიკითხოთ და ამ საკითხებზე გავუმახვილოთ ყურადღება. ეფესელთა მესამე თავი განსაკუთრებით ხაზს უსვავს ქრისტეში ღრმად ფესვების გადგმას. აი წეგან ძმამაც ახსენა, ხო? ეკლესიაში დარგულნი. ჩვენ ყველას გვინახია ხე. მაგრამ ხე მხოლოდ მიწის ზემოთ რაც არის, იმის ხარჯზე არ დგას. ხე დგას იმის ხარჯზე. რა ფესვები, რა სიღრმეში, როგორ აქვს გაშვებული. რაც უფრო დიდი ხეა, მუხა, უფრო ძლიერი ფესვები სჭირდება და უფრო ღრმა ფესვები სჭირდება.
რაც უფრო მცირეა და სუსტი არის, შეიძლება იმას იმდენად ძლიერი და ღრმა ფესვები არ სჭირდებოდეს. მესამე თავში მოციქული პავლე ამახვილებს ყურადღებას ქრისტეში ღრმად ფესვების გაშვებაზე, გადგმაზე. როგორც ის იყენებს ასე ტერმინოლოგიას, სიგრძე, სიგანეში, სიღრმე, სიმაღლეში. და ის ამბობს, რომ ქრისტეს სიყვარულის შემეცნებაში უნდა ჩაღვრმავდეთ, უნდა გავიზარდოთ. ჩვენ კარგად, ძალიან ნათლად უნდა გავერკვეთ. ვინ არის ქრისტე? ვინა ვარ ქრისტეში? რა გააკეთა ჩემთვის? რა მაქვს მასში? როგორი სიყვარულით შემიყვარა? აპირებს თუ არა გადაყვარებას? ხან უყვარ ვარ თუ არა? და ხან იცვლის თუ არა თავის სიყვარულს? როგორც ეჩვენებათ ხოლმე ადამიანებს, როდესაც ან სატკივარი, ან პრობლემა, ან გაჭირვება ეწევათ, ფიქრობენ კეთილდღეობის ჟამს, რომ ღმერთს უყვარს. მაგრამ ცოტა აირევა რაღაცა სიტულები წამოვა, ეჭვობენ უყვარს თუ არა. ჩვენ გვჭირდება ღრმად გავიდგათ ფესვები ქრისტე იესოში, სიგრძე, სიგანე, სიღრმე, სიმაღლეში. და საბოლოო ჯამში აი ამ აზრს მოციქული პავლე აი ასე არ ვითარებს, რომ რათა აღვივსოთ ღვთიური სისავსით. რათა სავსე ვიყოთ აი ამ დაჯერებაში ქრისტეს სიყვარულისა. იმდენად ღრმა არის ჩემი ფესვები გადგმული, იმდენად ღრმად მაქვს გადგმული ქრისტეში ფესვები, იმდენად ღრმად გადგმული ეკლესიაში, იმდენად ღრმად გადგმული მსახურებაში, იმდენად ღრმად გავიდგი ფესვები ქრისტეს რწმენაში, მის სიყვარულში. უბრალოდ შეუძლებელია შენი წაქცევა. მიდი აბა რა ბიჭი ხარ, შეეჯახე მუხას. დაეჯახე მიდი მუხას. რამდენი იმპერია ეცადა ქრისტეს ეკლესია შეჯახებოდა, ყველა დაიმსხვრა. და ქრისტეს ეკლესია დგას. რამდენი იმპერატორი ეცადა, თუ იმპერატორი, თუ მეფე, თუ რა ვიცი, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახელწოდებით, ბიბლია გაენადგურებინათ. მაგრამ იმდენი ბიბლია არის, ხალხი აღარ კითხულობს. რამდენი ეცადა ერთი ყოფილი საბჭოთა კავშირის მეფე იყო თუ ცეკავს დივანი იყო თუ ვინც იყო მაშინ, ის დაპირდა საბჭოთა კავშირის მოსახლეობას, ბოლო მორწმუნესო ტელევიზორით გაჩვენებთო. ბოლო მორწმუნესო. აბა შეეჯახე მუხას. რას დააკლებ? ვერავინ ვერაფერს ვერ დაგაკლებს, თუ შენი ფესვები ღრმად იქნება ქრისტე იესოში. მის სიყვარულში. და ისტორიით ცდილობს მოციქული პავლე ამის ახსნას, ამის თქმას და ასეთ ფრაზასაც კი იყენებს. მას ჩვენში მოქმედი ძალით განზომლად მეტის გაკეთება შეუძლია. ვიდრე თხოვთან ვფიქრობთ, ვიდრე წარმოგვიდგენია. ოღონდ წინაპირობა ფესვები ღრმად გაიდგი ქრისტე იესოში. ჩაწვდე იმ სიბრძნეს, რაც ღმერთმა შემოგთავაზა. მიიღე ის სიმართლე, რაც ქრისტე იესოში გვაქვს. აღასრულე ის განწმენდა, რასაც ღმერთის სული შრომობს შენში, ჩემში. და დაინახე, რომ გამოსყიდული ხარ სრულად, მთლიანად, სულით, მშვენივით, სხეულით. და ეს ნაწილობრივი გამოსყიდვა კი არ არის. ნაწილობრივი კუთვნილება კი არა ვართ ღმერთისა. ხანდახან კი არა ვართ ქრისტე იესოში. არა, სამუდამოდ მასში ვართ ჩასმული და რაც გვჭირდება, გავიდგათ ღრმა
ფესვები მისი ყვავილში და აღვივსოთ მისი ღვთიური სისავსით. კარგით. შემდეგ თავში, მეოთხე თავში. აი ასეთ რაღაცაზე ამახვილებს ყურადღებას. მოიქეცითო თქვენი მოწოდების ღირსად. სხვა წერილში ფილიპელთა ეკლესიას ეუბნება მაგალითად იცხოვრეთო სახარების ღირსად. ერთია მწამდეს, ერთია ვიცოდე, მაგრამ მეორეა ვიქცეოდე, მოვიქცე. ხანდახან ცოდნასა და ქცევა შორის არის სხვაობა. ხან დიდი სხვაობა, ხან ცოტა სხვაობა არის. ჩვენი მოვალეობა არის, ჩვენი პასუხისგებლობა არის, რაც შეიძლება შევამციროთ სხვაობა ცოდნასა და ქცევა შორის, რომ მიუახლოვოთ ერთმანეთს. როგორც მწამს, როგორც ვიცი, როგორც მიყვარს, ისეც ვიქცევი. ჩვენი მოვალეობა ეს არის. ჩვენი პასუხისგებლობა ეს არის. რამე თუ მოციქული ამბობს, მოიქეცით თქვენი მოწოდების ღირსად. ერთსულოვანი ვიყოთ სახარების რწმენაში. ეს ღირსება ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა არის. ადამიანები ბევრ რამეზე ვამახვილებთ ცხოვრებაში ყურადღებას. ვამახვილებთ ყურადღებას საჭიროებაზე, სიამოვნებაზე, ჩვენ სიმართლეზე. ხანდახან ადამიანმა თავისი სიმართლისთვის შეიძლება გაწიროს სხვა ადამიანი. რამდენი გაწირული ადამიანი გვინახია, ვიღაცა თავისი სიმართლით შეიძლება გაწიროს ადამიანი. ბევრ რაღაცაზე ვამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ მორწმუნე ქრისტე იესოში უნდა ვეცადო. მის ღირსად ვიცხოვრო. თუ ჩემი სიმართლე, ჩემი სიამოვნება, ჩემი რაღაცა წირავს სხვისას, თუ განწირულია ვიღაცა ჩემი სიმართლის გამო, თუ ვიღაცა გულნატკენია ჩემი სიმართლის გამო, მე იქნებ გადავხედო აი ამ ჩემს სიმართლეს. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მე ავტორიტეტს ჩემი ღირსება მიქმნის. ჩემი რეპუტაცია მიქმნის. და მე ვიცი ძალიან ბევრი მორწმუნე ადამიანი ეკლესიაში. აი მართლაც თავისი საქმის კეთებით, თავისი მოწოდების კეთებით, დაუზარლად, ერთგულად. ყოველთვის როცა უყურებ, ღირსების გრძნობა მეუფლება. ეს სხვა რამეა, ეს გადარჩენაზე არ ვლაპარაკობ ახლა მე. მე ახლა გადარჩენილზე ვლაპარაკობ. გადასარჩენად ღირსება არ გვჭირდება. გადასარჩენად იესომ ყველაფერი გააკეთა. მადლით ვართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით და ეს ღმერთის საჩუქარია. ეს ჩვენგან არ არის. მაგრამ გადარჩენილს და ქრისტეში მაცხოვრებელს უკვე სჭირდება ღირსება. რამდენ ადამიანზე მოგისმენიათ, გაგიგიათ, აი ძალიან კარგი შეხედულება ქონდა მასზე, დიდ პატივს სცემდი, არ აქვს მნიშვნელობა ეს მსახიობია თუ მომღერალია თუ სპორტსმენია თუ პოლიტიკოსია თუ ვინც, ძალიან კარგი შეხედულება ქონდა, ძალიან პატივს სცემდი, სანამ არ გაიგე რაღაცა უბედურება. რა თქვა და რა გააკეთა. როგორ მოიქცა? ანდა პირიქით, რამდენი ადამიანი არის, არ სცემდი რატომღაც პატივს, ხომ, მაგრამ გაიგე რა კარგი რაღაცა გააკეთა და შეგეცვალა აზრი და წარმოდგენა და შეხედულება. რატომ? ღირსებას რეპუტაცია ქმნის. და ამ რეპუტაციას ვერაფერი ვერ შეგვიქმნის გარდა ჩვენი ქცევისა. ამიტომაც ამბობს მოციქული პავლე, მოიქეცით თქვენი მოწოდების ღირსად. თუ იცის ვინმე რომ შენ მორწმუნე ხარ და მით უმეტეს მსახური ხარ, შენ უკვე გჭირდება რომ ისე მოიქცე, რომ ქრისტეს ახარებას
ქრისტეს რეპუტაციას, ქრისტეს ღირსებაში რაღაცნაირად ვიღაცას არ შეატანინო, ეჭვი, არ შეატანინო ბრალდება, არ ათქმევინო რაღაცა ცუდი, უღირსი, უარგისი. მე კარგიც მომისმენია, ვინმე მორწმუნეზე და ადამიანი იმიტომ მოსულა ეკლესიაში, რომ აი ეს თქვენთან რომ დადისო, იმიტომ მოვედიო. კარგიც მომისმენია, მაგრამ სამწუხაროდ ცუდით მომისმენია. ნეტა ყველა მასეთი ხართო მანდაო. როგორც ეჭები მეზობელიაო. რეპუტაციას, წარმოდგენას, შეხედულებას, განწყობას, სიყვარულს და პატივისცემას. წარმოქმნის რა? ქცევა. ამიტომ ჩვენ უნდა შევამციროთ სხვაობა ჩვენს რწმენასა, ჩვენ ცოდნასა და ჩვენ ქცევას შორის, რომ შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება ემთხვეოდეს. ჩვენი რწმენა ჩვენს ქცევას. ამაში ეს ამის გაკეთება გაგვიჭირდება, თუ აი ყოველდღიურად სულიწმინდა არ იქნება ჩვენი მექსური. თუ გამოდმებით სულიწმინდის სწავლებას არ მივაქცევთ ყურადღებას, მის რჩევას თუ არ მივიღებთ. აქ ძალიან ბევრი ჩამონათვალი არის მეოთხე თავში, შეგიძლიათ სახში გაეცნოთ, კიდევ ერთხელ დაინახოთ, რომ მოიშორეთო ყოველგვარი ტყუილი, თუ ვინმე იპარავდა აღარ მოიპაროს, ტყუილები მოიშორეთ, ყვირილი, გამწარება, რისხვა, ყოველი უშვერი სიტყვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოიშორეთო. ასევე მოციქული ამბობს, რომ ნუ დაანაღვლიანებთო სულიწმინდას. ნუ დაანაღვლიანებთ სულიწმინდას. ღმერთი ჩვენს მხარეს არის. ის მაშინა ჩვენ მხარეს იყო, როცა თავიზეს გზავნიდა, რომ შეეწირა ჩვენთვის და ეხლაც ჩვენს მხარეს არის, როდესაც ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ჩვენი მოწოდების ღირსად. ის ჩვენ მხარეს არის, ის გვეხმარება. აი წეგან კარგად იყო აღნიშნული, ხო? საჭირო დროს სულიწმინდა შეგახსენებს. რამდენ ჩვენგანს მოვსვლია დაგმართნია, ასე რომ აი რაღაცა მინდოდა ყვახეთ მეთქვა და თითქოს სულიწმინდამ ნოიტყვი გაჩერდი. ან და პირიქით. რაღაცა ისე ვთქვი მაინც ჩემებურად. ეს იმაზეა დამოკიდებული სულიწმინდის მიმართ ჩემი თანაცხოვრება როგორ არის, როგორ მიდის, როგორ უსმენ, როგორ უგონებ, როგორ უჯერებ. არ უნდა მივიყვანო სულიწმინდა ისეთ დანაღვლიანებამდე შეწყვიტოს ჩემთან მუშაობა. არ უნდა მივიყვანა იქამდე. და თუ მოხდა რომ ჩემი რაღაცეებით მივიყვანე იქამდე, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება მასთან თანამშრომლობა, თანაცხოვრება უნდა შეცვალო. შენ და სულიწმინდა. შენ და ღმერთის სული შენში. ვიღაცამ თქვა და სწორიც თქვა, ეს უძლიერესი დუეტია. ეს უძლიერესი რამ არის. როცა სულიწმინდასთან ერთად მართავთ, წარმართავთ ჩვენ ცხოვრებას. ხან ადამიანი ისე მწარდება, ისე შეიძლება განაწყენდეს რაღაცაზე, ისეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს. იცით რამდენი რამე მწყენია? ეხლა ეკლესიაში კი არა, თბილისში აღარ უნდა ვიყო. ასე წყენაზე რო გავრბოდე და სხვის ნათქვამზე რო გავრბოდე. მოწოდებასაც დაუკარგავ, გადარჩენასაც და სულ ყველაფერს. ისევ იმას დაუბრუნდები, რაც ვიყავი. მესმის სხვა მხარი არის, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ყურადღებით უნდა ვიყოთ, არ ვაწყენინოთ, არ ვატკინოთ, მაგრამ ადამიანებისგან შედგება ეკლესია. ადამიანებისგან შედგება. კარგით, კიდევ წინ წავიწიოთ. მეხუთე თავი. მეხუთე თავი ხო საოცარი დასაწყისი აქვს მეხუთე თავს. და ალბათ უფრო ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მიბაძეთო ღმერთო, როგორც საყვარელმა შვილებმაო. მიბაძეთ.
აი ჩემს გაგებაში მიუბაძო ღმერთს იმას ნიშნავს რომ მისნაირად მოიქცე. სხვა სიტყვებით რომ თქვა, აი იესო, შენ როგორ მოიქცეოდი ჩემ ადგილზე? შენ რას იზავდი? რას იტყოდი? რას უპასუხებდი? რას გააკეთებდი? არა ვართ ერთ-ერთი ყველაფერი შეიძლება აი ისე გამკეთებელი როგორც იესო გააკეთებდა, მაგრამ აქაც მიმბაძველობა იმიტომ არის საჭირო, დაკითხვა იმიტომ არის საჭირო, რომ ისე მოვიქცეთ, როგორც ღმერთის საყვარელი შვილები. ხომ არის ისე, რომ შვილების ქცევა ან გვახარებს, ან გვაღიზიანებს. როცა ჩვენი მოლოდინი სიკარგის მხრივ, სიკეთის მხრივ სრულდება, ჩვენ ეს გვახარებს მისი ქცევა. ვაკებთ. ადლობასაც კი უხდით, რაღაცებსაც ვპირდებით. ოღონდ კარგად მოიქცეს. მაგრამ როცა გვაღიზიანებს და როდესაც ისი არ იქცევა, მაშინ ხან საყვედურიც არის. შენიშვნა არის. შეიძლება დისციპლინარული ზომაც იყოს. რამე რეალურად შვილი ისე უნდა იქცეოდეს, როგორც მშობლებისგან ხედავს თუ მშობლებისგან ისმენს, როგორც მათ ესიამოვნება და მოეწონებათ. რადგან შვილები რაშიც გადიან, მშობლება იმაში უკვე გაიარე. და რა საფრთხეებიც შეიძლება შეხვდეთ ცხოვრებაში, მშობლებმა ეს უკვე იციან, მით უმეტეს თუ მორწმუნეებიც არიან. მიბაძეთო ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა. და აი ამ გაგებით აქ ამ თავის სხვადასხვა ადგილზე შეიძლება შეხვდეთ ასეთი ადგილები, როგორიც არის აღარ შეკფერით რაღაცეები. იქ ბირთსიტყვაობა არის თუ უქსიტყვაობა არის თუ უაზრობა არის თუ რაც არ შეკფერით, რაც შესაფერისი აღარ არის, შეეშვით დაანებეთ თავი. რატომ? იმიტომ რომ ეს მიბაძო არ არის ღმერთის, ზეციერი მამის. ისიც წერია, გამოსცადეთო რაღაცეები თქვენ ცხოვრებაში და კეთილი აირჩიეთ, სწორი აირჩიეთ, მართებული აირჩიეთ. გამოსცადეთ. ცხოვრებაში ბევრი რაღაცა შეხვდებათ, ბევრ რამეს შეეხებით, მაგრამ გამოსცადეთ. მიატოვეთ ის ძველი ცხოვრება, ძველი კაცისა, უმართლო და უაზრო საქმეებში და იცხოვრეთ ახალ კაცად, ზეციერად, მის მსგავსად. მას რომ ასე ამოვნოთ. ზეცის ნება და ზეცის ინტერესი გახდეს თქვენთვის მთავარი რამ, მნიშვნელოვანი რამ, რომ მიბაძოთ. თქვენს სამსახურში, თქვენს პროფესიაში, თქვენს სასწავლებელში, თქვენს საქმეში. აი წარმოიდგინეთ, თქვენი წლოვანების ქრისტე როგორ მოიქცეოდა. იესო თავიდანვე წერილებს ეცნობოდა 12 წლის ასაკში სინაგოგოში მას უკვე შეეძლო ესეთი კითხვები დაესვა, რომ დაეცვიფრებინა მსმენელნი. რა თქმა უნდა, მას შეეძლო. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია არა ამ ქვეყნის სულისანი ვიყორთ. იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვართ ქრისტეს სულისანი. და ჩვენ შეგვიძლია შესაბამისად ისე მოიქცეთ, როგორც ის მოიქცეოდა, მიუბაძოთ მას. რაც არ შემფერის, გადავდო მოვიშორო, გამოვცადო გამოსაცდელი და უკეთესი ავირჩიო, სწორი ავირჩიო, მართებული ავირჩიო. და რაც მთავარია, ყველაფრისთვის, როგორც ეს თავი ამბობს, უმადლოდეთ ღმერთს. ყველაფრისთვის უმადლოდეთ ღმერთს. ყველაფრისთვის უმადლოდეთ ღმერთს, ეს იმას ანიშნავს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა, როგორც შენ გონია, როგორც შენ გესიამოვნება. ყველაფერი ისე არ იქნება. ყველაფერი ისე ვერ იქნება.
ყოველთვის ჩემი სიამოვნება და ჩემი მოლოდინი არ გამართლდება, როგორც მე მინდა. მაგრამ მე მაინც მადლიერება უნდა ავირჩიო, რადგან ამას სხვა მხარეც აქვს. და სხვა მხარე უმადურობისა იმაში მდგომარეობს, თუ მადლიერებას არ ავიჩენ და ღმერთზე მინდობას, მე ნელ-ნელა გავწყრები, გავნაწყენდები ღმერთზე. იმიტომ რომ მან ისი არ გააკეთა, როგორც მე მინდოდა. როგორც მე მიმაჩნდა საჭიროდ, როგორც მე ველოდებოდი. მაგრამ მინდა პატიოსანი ვიყო თქვენთან. და ვთქვა, ბევრი რამისთვის მადლობა გადამიხდია ღმერთისთვის, რომ ისი არ გააკეთა, როგორც მე მინდოდა. მოგვიანებით. თუმცა იმ დროს ვერ ხვდებოდი, რატომ აკეთებდა ესე, როგორც აკეთებდა. რატომ დაუშვა ესა თუ ის? რატომ მოხდა ესა თუ ის? რატო ისი არ მოხდა, როგორც მე მინდოდა? მაგრამ დამდგარა მომენტი, მადლობა გადამიხდია, რომ რა კარგია ღმერთო, რომ ისი არ გააკეთე, როგორც მე მინდოდა და ისე გააკეთე, როგორც შენ ჩათვალე საჭიროდ. და ბოლოს მეექვსე თავი ახალგაზრდებისთვის იწყება, რომ მშობლებს დაემორჩილეთო, თუმცა შემდგომ ასეთ საგიძე გადადის, სულიერ ბრძოლაზე გადადის. მოციქული პავლე და ასეთ რამეს ამბობს. დასასრულს. სადამდე მიდის მოციქული პავლე? არ ჩერდება ნაწილზე გადარჩენისა. ბოლომდე მიდის, აი დასასრულს რა ქენით, ჩემო ძმებო. გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. იმიტომ რომ ასეთი ცხოვრება ადვილი არ არის, რთულია. შრომა და ღმერთის საქმეების კეთება დამღლელია. იმიტომ რომ ყოველთვის ვერ ხედავ შრომის ნაყოფს და შრომის შედეგს, უცაბეთს და დამღლელია. ხოლო ბრძოლა, სულიერი ბრძოლა, მტკივნეულია. ჭრილობების მომყენებელია. და რა გჭირდება? გამტკიცება და გაძლიერება გჭირდება მისი ძალით, გამუდმებით. საბოლოო ჯამში ქრისტიანის ცხოვრება არის შრომა და არის ბრძოლა. შრომა იმიტომ, რომ ქრისტეში გამზადებული საქმეები უნდა ვაკეთოთ პასუხისგებლობის გრძნობით და ბრძოლა იმიტომ, რომ არის მტერი, რომელიც ეწინააღმდეგება ამას, რომ აღასრულო ღმერთის ნება შესაძლებელობაში, რომ ღმერთისგან ქება მიიღო, რომ ღმერთისგან პატივი მიიღო, რომ ღმერთისგან დიდება მიიღო. ერთ-ერთი ფსალმუნი ლაბარაკობს, რომ შენი სული მიძღვის წინ მასავლის მირჩევს და ბოლოს დიდებამდე მიმიყვანს და პატივამდე მიმიყვანს. და მტერს არ უნდა დიდება კონდეს და პატივი კონდეს. და ეს დიდება და ეს პატივი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, როგორ შრომობ და როგორ იბრძვი. იმიტომ რომ შრომის და ბრძოლის გარეშე ვერ მიაღწევ ვერაფერს. ეს არ არის ყოველთვის ესეთი ხილული, ეს ხშირად ესეთი სულიერი ბრძოლა არის, სულიერ მტერთან ბრძოლა არის, მას ხანდახან ვერც ხედავ და აი ამ შრომაში, აი ამ ბრძოლაში გამუდმებით და ბოლომდე მისვლაში ღმერთის ძალა და მისი ძალის სიმტკიცე გჭირდება. ბევრჯერ დაიღლები, მაგრამ უფალს შეუძლია დაღლა ისევე მოხსნას და ისევე განგაახლოს და აღადგინოს. ბევრჯერ დაიჭერები, მაგრამ უფალს შეუძლია ჭრილობები ისევე შეგიხიოს, ისევე განკუნოს, ძალა ისევე მოგცეს, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო და ფინიშის ხაზი გადაკვეთო და დიდების და მადლობის ხმა მოისმინო ზეთისგან. მოდი დაიმკვიდრე შენთვის გამზადებული. მაგრამ ამისთვის შრომა დაგჭირდება, ამისთვის ბრძოლა დაგჭირდება.
მაგრამ ამ შრომიდან და ბრძოლიდან არ უნდა გამოეთიშო. ზოგი ეთიშება ამ შრომისგან და ამ ბრძოლისგან. არ უნდა გამოეთიშო. უნდა ისწავლო პავლეს მსგავსად დაღლილმა როგორ განახლდე და აღიდგინო. უნდა ისწავლო პავლეს მსგავსად ჭრილობები როგორ მოიშუშო და ბრძოლა გააგრძელო. ისე არ უნდა დაგვემართოს, როგორც ერთ მოხალისეს დაემართა. ომში რო წავიდა, სულ დავკარგე ხალისიო, რო დაინახა ტყვიების წუწუნის ცივილი თუ არ უნდა წარმოიდგინო ეხლა როცა ეკლესიაში ხარ და აგერ უფალმა ასეთი დიდებული საქმე გააკეთა, არიქა ეხლა ანგელოზებრივი ფრთები დაიწყებს გამოსვლას შენში და სულ ყველა ესე ვიფარფატებთ და აი ამ არა ესე არ უნდა წარმოიდგინო. მე ასე მეგონა თავიდან ხო. მე ასე მეგონა რომ ეკლესიაში ყველა ანგელოზი იყო. ასე მეგონა რომ აქ არ შეიძლება რამე გაუგებრობა ყოფილიყო. არ შეიძლება აქ ვინმეს რაღაცა შეშლოდა, მაგრამ აღმოვაჩინე რომ ასე არ ყოფილა და ჩემ თავზეც აღმოვაჩინე, არც მე არ აღმოვჩნდი ასეთი. შრომა დაგჭირდება. ბრძოლა მოგიწევს. მაგრამ ყველაფერს უნდა გაუმკლავდე. უნდა ისწავლო დაღლილმა განახლდე და დაჭრილმა განიკურნო. და ბრძოლა გააგრძელო. აი სწორედ იმდო ბევრი რომ არ გამოეთიშოს ამ ბრძოლას, ალბათ ამიტომ დაბჭირდა მოციქულს მთელი ჩამონათვალი გააკეთა. იმისა, რაც მას გადახდა. რაც მას შემთხვა. ჩაქოლილიც კი იყო, ჩაძირულიც კი იყო. რა ვიცი რა არ დაემართა, რა არ შეხვდა. კორითელთა წელებში შეგიძლიათ გაეცნოთ ყველაფერ ამას. და დღესაც ხვდება ეს ადამიანებს. არ მოვდივართ ასე თქვათ, ესეთი ცხოვრებიდან, რომ სულ ყველაფერი იავარდებით არის მოფენილი და არც არავინ არ დაგვპირებია ამას. ჩვენ გითხრეს რომ გზა ვიწროა. მაგრამ შევგვპირდნენ. რომ მე შენთან ვიქნები. მე წაგიწუები. მე დაგეხმარები. იმიტომ რომ შენ უბრალოდ ვერ შეძლებ. მარტო ვერ შეძლებ. მე ვასრულებ საუბარს და აი ამ საუბრის დასასრულს. რადგან პავლე აი ამ ბრძოლით, აღჭურვილებით, შესამოსელით ასრულებს და სულიერ ბრძოლით ასრულებს, აი ამ ბრძოლაში გამარჯვების სანწინდარი სამი რამის ერთობლიობა არის. აი ამ ბრძოლაში და მიღწევაში გამარჯვების საწინდარი. ეს არის ლოცვის, მარხვის და წერილის სწორად გამოყენების უნარი. აი რაც იესომ გააკეთა უდაბნოში როცა მარხულობდა. ლოცვაზე წერია განუწყვეტლივი ლოცეთ. ეს იმას ანიშნავს, რომ გამუდმებით ოთახში ვიქნებით და სულ ლოცვაში ვიქნებით, მაგრამ გული დამოკიდებულება და მიმართება ლოცვით მდგომარეობაში უნდა გქონდეს, თუმცა ლოცვაში განმარტოებაც უნდა გამოვიყენოთ ეს. ოთახში იქნება თუ ბუნებაში გავალთ სადმე თუ განმარტოვდებით, როგორც წერია, მიიხურე შენი კარი და ილოცე შენი ზეციერი მამის წინაშე და პარულში. და აი აქ ეფესე და მე-6 თავშიც წერია, რომ მუდამ ილოცეთ სულით. აი სულით ლოცვა ყველგან შეგიძლია. ეხლა მაინდა-მაინც ტრანსპორტში ხალხს ნუ გადარევ ხმამაღალი სულით ლოცვით, მაგრამ ისე ყველგან შეგიძლია რომ სულით ილოცო. სამსახურში ტრანსპორტში სულ ყველგან შეგიძლია შენთვის სულით ილოცო და აშენდე. და წერია რომ სულ მუდამ ილოცეთ. სულით. ლოცვა მარტო სათხოვარი არ არის. ეს მომეცი, ის მომეცი. ლოცვა ურთიერთობა არის. ურთიერთობა არის ღმერთთან. და ასეთ ღირს ცხოვრებას
წესიერ ცხოვრებას და ღმერთის საქმეების კეთებას, ეს დამოკიდებულება სჭირდება ლოცვითი ცხოვრება და ურთიერთობა ღმერთთან. ამაზე წერია, რომ გამუდმებით ვილოცოთ. მარხვაზე არ წერია, სულ მარხვაში ვიყოთ, მაგრამ მარხვაზე წერია, როცა მარხულობ. მე სხვადასხვასაც მithქვია, არა თუ მარხულობ, არამედ როცა მარხულობ. თუ მარხულობ ნიშნავს რომ ეხლა თუ გინდა იმარხულე, მაგრამ როცა მარხულობ ნიშნავს რომ უნდა იმარხულო ხოლმე. ეს არ არის ისეთი ყოველდღიური გამუდმებული როგორც ლოცვაზე წერია, მაგრამ წერია როცა მარხულობ. როდის უნდა იმარხულო? როცა ატყობ რომ ის ცეცხლი გულში, ის განწყობა, ის სიყვარული, ის ქცევა აღარ მოყვება. იმდენად ზეც აღარ გაინტერესებს, იმდენად ქრისტე აღარ გაინტერესებს. მიწიერი გახდი, ძველს უბრუნდები. ძველი ზრახვები, ძველი ფიქრები, ძველი სურვილები, ხორცელი გიბრუნდებ, უნდა იმარხულო. იესოს ერთხელ უთხრეს, რომ შენი მოწაფეები რატო არ მარხულობენო? იესომ უთხრა, მათანა ვარ და რა შეშირდება მათ მარხვაო. მაგრამ როცა მე არ ვეყოლები, მაშინ იმარხულებენ. თუ იესოსთან ხარ და თუ სულში ხარ და ცხებულებაში ხარ და სულიერად კარგად ხარ, მარხვა არ გჭირდება. მაგრამ თუ ეს ყველაფერი მოგაკლდა, მარხვა გჭირდება. რატომ გჭირდება? იმიტომ რომ დიდხანს ვერ გაძლებ ხორციელად ისე რომ არ შესწოდო და არ გაბრუნდე. დიდხანს ვერ გაძლებ მის გარეშე. დიდხანს ვერ იქნები მისგან სიშორეში. შეუძლებელია დიდხანს გაგრძელდეს დიდი სხვაობა რწმენასა და ქცევას შორის. მე მართლაც აღმოვაჩინე ჩემს ცხოვრებაში, რომ მის გარეშე არაფერი არ შემიძლია. მარხვაც კი არ შემიძლია. მე აღმოვაჩინე ჩემს ცხოვრებაში, რომ მის გარეშე მისი მცნებების დაცვა არ შემიძლია. მის გარეშე არაფერი არ შემიძლია, რომ მას ვასიამოვნო. და რადგან არ შემიძლია, მასთან სიახლოვე მჭირდება. და როდის უნდა ვიმარხულო? როცა ეს სიახლოვე დავკარგე. ეს სიახლოვე წავიდა. როგორ ხვდები რომ წავიდა ეს სიახლოვე? ისი აღარ მიყვარს, ისი აღარ მივისწრაფი, ისი აღარ ამსურს, ისი აღარ მოვდივარ ეკლესიაში, ისი აღარ მოდის ჩემი გული, ისი აღარ ვლოცულობ, ისი აღარ ვკითხულობ, ისი აღარ მაინტერესებს. როგორც სხვა დროს იყო, მაშინ როცა ახლოს ვიყავი, უნდა ვიმარხულო. და მესამე ლოცვასთან, მარხვასთან ერთად, რაც მჭირდება სულიერ ბრძოლაში გასამარჯვებლად, ეს არის წერილის არა მხოლოდ ცოდნა, წერილის სწორად გამოყენება. ტრეს წინააღმდეგ, მასტორის წინააღმდეგ, მატყუარის წინააღმდეგ, ცილის წამებლის წინააღმდეგ, იმ უწმინდურის და გარყვნილის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს ამისთანა ტყუილი ჩემს გადარჩენასთან დაკავშირებით, მოწოდებასთან დაკავშირებით, ღირსებასთან დაკავშირებით, ცილის წამება, ძმებთან დაკავშირებით, დებთან დაკავშირებით, მსახურებთან დაკავშირებით. თუ უწმინდური, გაყვნილი, ბოროტი, უმართლო აზრები, ფიქრები, ზრახვები, სურვილები მიგზავნოს, მე მჭირდება წერილის არა მარტო ცოდნა, წერილის სწორ დროს სწორად გამოყენება. წერილის სოდნა ეშმაკმაც კი შემოუბრუნა იესო ქრისტეს. ხო დაწერილიაო, გადმოხტიო და ანგელოზები ხელში აგიყვანებენო და უვნებლად დაეშვები მიწაზეო. ეშმაკმაც კი გამოიყენა წერილი მის წინააღმდეგ. მაგრამ იესომ სხვა ადგილი გამოიყენა შესაბამისად მიმართა და წერია ეშმაკი გაშორდა მას. ანგელოზები მოვიდნენ მასთან, ემსახურებოდნენ და დაიწყო მსახურება უდაბნოდან, მარხვიდან გამოსulis შემდეგ, იმიტომ რომ ეს სამი რამ ერთობლიობა, აი ამ სამი რამის ლოცვის, მარხვის და წერილის
სწორად გამოყენება საჭირო დროს. მან ეს მოახდინა და შესაბამისად გაიმარჯვა. და უფალი დაგვეხმარო ჩვენც. მადლით ვართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით და ეს არ არის ჩვენგან. რათა არავინ არ იკვეხნოს, საკვეხნი არაფერი არ გვაქვს. თუ რაიმე საკვეხნი გვაქვს, საკვეხნი გვაქვს უფლით, რადგან მან ეს საჩუქარი გამოიღო ჩვენთვის. და ჩვენ ქმნილებანი ვართ ქრისტე იესოში, შექმნილნი წინასწარ გამზადებული საქმეებისთვის, რაც ქრისტეში გაგვიმზადეს, რომელშიც უნდა ვიაროთ. და ყველაფერი ეს რაც ვისაუბრეთ, გვეხმარება ჩვენი მოწოდების თუ ჩვენი დანიშნულების ადგილამდე მივიდეთ. ორი რამე არ უნდა ეშმაქვს. პირველი, გადარჩე. აი ეს მადლი ქრისტეს რწმენით მიიღო, არ უნდა რომ გადარჩე, რწმენით მიიღო. ეჭვგებარებოდეს ამაში, ფიქრობდე, დასინოდე ღმერთის სიტყვას, როგორც მე ამას ვაკეთებდი, როცა ურწმუნო ვიყავი, სანამ გადარჩენას მივიღებდი, არ უნდა რომ გადარჩე პირველი, მაგრამ თუ მაინც ირწმუნე და გადარჩი, მეორე რაც არ უნდა. მას არ უნდა შენი მოწოდება, შენი დანიშნულება აღასრულო და განახორციელო. მას არ უნდა ის საქმეები, რაც ქრისტეში წინასწარ გაგიმზადა ღმერთმა, მიაგნო, იპოვო, განახორციელო. მას არ უნდა მისი ადგილი დაემკვიდრო ზეცაში, დიდების და პატევის ადგილი. მას არ უნდა მოისმინო ეს წყემსის კეთილი ხმა. მოდი კეთილო და ერთგულო მონავ. მიიღე შენთვის გამზადებული, დაიმკვიდრე შენთვის გამზადებული, არ უნდა. არ უნდა ერთი ირწმუნო და გადარჩე და არ უნდა მეორე აღასრულო ის რაც შენთვის გამზადებულია. და რადგან ეს ვიცი რომ მას ეს არ უნდა, უფლის მადლით და ძალით ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ მას ეს სიამოვნება წავართვა, რომ მან ეს ვერ შეძლოს ჩემს ცხოვრებაში. პირველი გადარჩენა მივიღო რწმენით, მადლით რომელიც არის, და მეორე ვეძებო, ვიპოვო და განვახორციელო ღმერთის მოწოდება ჩემს ცხოვრებაში, ჩემი დანიშნულება და ის საქმეები ვაკეთო, რაც გამზადებულია ჩემთვის ქრისტე იესოში. თანახმახართ? გინდათ? შეგიძლიათ ეს ყველაფერი გადაამოწმოთ ეფესელთა წერილში თქვენი წაკითხვით და თუ ასე არის, მოდი კიდევ უფრო გულმოდგინეთ, კიდევ უფრო განახლებული სულით, კიდევ უფრო მონდომებით შეუდგეთ აი ამ საქმეს. მადლიერება გადარჩენაში და ძიება და განხორციელება ქრისტეში გამზადებული საქმეებისა. ამისთვის მოდით წამოვდგეთ და ვილოცოთ. თუ არის, არ ვიცი, ვერ გეტყვი, ძირითადად ეკლესიისთვის იყო ქადაგება, მაგრამ თუ არიან ისეთი ადამიანები, ვინც ახალი მოსულია, პირველი მოსულია, ახალი მოსულია, თავისი ცხოვრება უფლისთვის არ მიუცია, არ გადაუცია, არ ჩაუბარებია, არ შერიგებია ღმერთს და დღეს უნდა რომ ეს გააკეთო, შეურიგდეს ღმერთს და ქრისტესოს წმენით მიიღოს გადარჩენა, დაიწყოს ახალი ცხოვრება, შეგიძლიათ წინ გამოხვიდეთ, მობრძანდეთ, გაგეცნობით, ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევთ, ვილოცებთ თქვენი გულისთვის და შეურიგდებით ღმერთს და დაიწყებთ და განაახლებთ ახალ ცხოვრებას. ასეთი ადამიანები თუ არიან ახალმოსულები, შეგიძლიათ აგერ წინ გამობრძანდეთ და თქვენთვის უფალთან, ღმერთთან შერიგების ლოცვა შესრულდება. ეკლესიას კი ვთხოვთ, რომ აი ამ საკითხისთვის ვილოცოთ და უფალს მადლი, ძალა, შეძლება, სიმტკიცე ვთხოვოთ, რომ ყველაფერ ამაში წინ გაგვიძღეს და დაგვეხმაროს. ძვირფასო ღმერთო, ძვირფასო იესო, ჩვენ მადლობას გიხდით შენი დიდი სიყვარულისთვის. მადლობა ძვირფასო მამაო, რომ გადარჩენა საჩუქარია და ეს იესო ქრისტეს მადლით არის, წმენის მეშვეობით. და ჩვენი გადარჩენისთვის ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებდით და
ვერ გავაკეთებთ, რომ არა ჩვენთვის ჯვარცმული და აღმდგარი იესო ქრისტე. მადლობა იესო, შენი სიკვდილისთვის, დაღვრელი წმინდა სისხლისთვის და მადლობა აღდგომისთვის და გამართლებისთვის შემოუფალო და ჩვენ ყველაფერ ამას ვღებულობთ და მიღებული გვაქვს რწმენით. მადლობა შენ. მადლობა შენ ამ რწმენისთვისაც, რომელსაც შენი ძლევი, შენი სახარების სიტყვის თანახმად უფალო. ასევე გთხოვ ჩემო უფალო. დაგვეხმარე. დაგვანახე. მოძებნოთ, ვიპოვოთ ის საქმეები, რაც წინასწარ განგვისაზღვრე ქრისტე იესოში უფალო. ნუ მოდუნდებით, ნუ დავიღლებით, ნუ გავჩერდებით, ნუ შევწყვეთ, არამედ უფალო, ჩაღრმავდეთ შენ სიტყვაში უფალო ღმერთო და აი ამ შრომაში და აი ამ ბრძოლაში შენს მიერ მონიჭებული მადლით და ძალის სიმტკიცით შენ ჩვენში დაწყებული საქმე ბოლომდე იქნას მიყვანელი უფალო. დაგეხმარე თითოეულ ჩვენთაგანს, დიდს თუ პატარას. ახალს თუ ძველს უფალო ღმერთო. რომ მივიდეთ ღირსეულად ფინიშის ხაზამდე. მივაღწიოთ იქამდე უფალო, შენი მადლით უფალო. და გული არაფერზე არ გვეთანაღრებოდეს. რა უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ. არამედ უფალო, ასე დროულად, ეტაპობრივად, შენი მადლით, შენს მიერის სიბრძნით, გამოცხადებით, დალაპარაკებით, სიმართლით, განწმედით, გამოსყიდვით, ყველაფერი იმით, რაც ქრისტეში ჩაგვსვი უფალო ღმერთო, გვანახე მასში ჩვენთვის გამზადებული საქმეები, რათა ისინი ვაკეთოთ უფალო. ეს მოხალისეობრივ დონეზე იქნება უფალო, თუ კიდევ უფრო მეტად ჩაღრმავებული ჩვენს მოწოდებაში და საბოლოო ჯამში უფალო ღმერთო, ყველა ჩვენთაგანი ვიყოთ შემდგარი მსახურები უფალო ღმერთო და ჩვენი ფუნქციის, ჩვენი დანიშნულების განხორციელებელნი. მადლობას გიხდით, რომ ყველაფერი ამის მადლს და ძალას შენ გვანიჭებ და მთელი ქება დიდება პატივი თაყვანი. იესოს სახელით. ამენ.